უწყვეტი პროტესტი გრძელდება და საქართველოს მოქალაქეები უკვე მე-18 დღეა რაც პროტესტის უკიდურეს ფორმაში მშილობას მიმართავენ. მათ მთავარ მოთხოვნებად ისევ რჩება ქვეყანაში ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. 8 ადამიანი შიმშილობს პარლამენტის წინ, 8 კარავი არის გაშლილი, თუმცა უახლოეს პერიოდში შესაძლოა მოშიმშილეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროს არ გამოუკვია ამ ადამიანებისთვის ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც კი, რომელმაც ყურადღება უნდა მიაქციოს მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა აქ მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ პროტესტს გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები საბოლოოდ არ იქნება შესრულებული. მე-18 დღეს საპროტესტო აქცია გრძელდება, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, იმიტომ რომ ხედავთ ქვეყანაში რეპრესიული სისტემაც ამუშავდა, მიგვაჩნია რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნები არის გამოსავალი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან. ამიტომ მგონია რომ რუსთაველის გამზირის ერთიანი პროტესტი და ჩვენი მეგობრების სურვილი ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვან ბოლომდე და საქართველოს არ გახდეს რუსეთის დიქტატორული რეჟიმის მსხვერპლი, საბოლოო ჯამში შედეგს მოიტანს. შიმშილობა მოგეხსენებათ მიმდინარეობს მე-18 დღეა, მე შემოუერთდი გვიან, ჩემთვის არის მე-11 დღე. ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს, ეს არის სინდისის პატიმრების დაუყოვნებლივი პოლიტპატიმრების სინდისის პატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ის პროცესები, რაც ვითარდება ქვეყანაში, ასეთი ტემპით, როგორიც გრძელდება, თუ არ დასრულდა, რაც შეიძლება მალე, მაშინ ქვეყანა უკვე რუკაზეც აღარ იქნება. აი ამაშია ძალიან დიდი უბედურება, რომ პროგრესის ნაპერწკალიც აღარ ჩანს არსად. უკვე ერთი წელია რაც რუსთაველის გამზირი პროტესტის მთავარი ეპიცენტრია და ახლოვდება სწორედ ის დღე, როდესაც ერთი წლის წინ მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ და ამ დრომდე სახლებში არ დაბრუნებულან. სწორედ ამიტომაც 28 ნოემბრისთვის იგეგმება მასშტაბური აქცია. აქციასთან ერთად კი გრძელდება პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა პარლამენტის წინ, მთავარი მოთხოვნების, პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლების და ქვეყანაში ახალი სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით.